უძღებიშვილის დაბრუნება რემბრანდტის გვიანი პერიოდის ერთ-ერთი შედევრია. იმ დროს მხატვარი სიღარიბეში ცხოვრობდა და იძულებული გახდა თავისი წინა სახლიდან ამსტერდამის გარეუბანში, ღარიბ ებრაულ კვარტალში გადასულიყო. მან როგორც მხატვარმა პოპულარობა ნაწილობრივ იმიტომ დაკარგა, რომ ბიბლიურ სცენებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც პროტესტანტულ საზოგადოებაში პოპულარობას კარგავდა. უძღებიშვილის ისტორია დანაკარგისა და მონანიების ისტორიაა. ლუკას სახარებაში იესომ მოყვა იგავი კაცზე, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა ითხოვა მომავალი მემკვიდრეობიდან თავისი წილი და ეს ყველაფერი მოგზაურობასა და ზედაპირულ სიამოვნებებზე დახარჯა. სიღარიბისა და შიმშილის შემდეგ კი დაბრუნდა და პატიება ითხოვა. უფროსმა ვაჟმა, რომელიც მამის გვერდით დარჩა, განსაჯა იგი. მამა კი მას მიესალმა. რემბრანდტის ნახატი ხელახლა მოგვითხრობს შეხვედრის მომენტს და ასევე მიანიშნებს, რომ უფროსი ვაჟის განსჯის დამოკიდებულებას ისევე სჭირდებოდა განკურნება, როგორც უმცროსის უგუნურს აქციელს. სავარაუდოდ რემბრანდტი, რომელიც წარმატებული მდიდარი მხატვრიდან სიღარიბეში მცხოვრებს სუსტ მოხუცად იქცა, ამ ამბავთან პირადად და ორგანულად იყო დაკავშირებული.